უკვე შემოგვეცდა კეთი ქურდოვანიძე, ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მივესალმები მას. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. კეთი, აი წეღანაც მაყურებლისთვის განმარტებას ვაკეთებდი, რომ თითქოს ამ გადაცემაში არ უნდა ვლაპარაკობდეთ ახლა კონკრეტულად განათლებაზე, მაგრამ ეს არ არის რაღაცა განათლების ერთი პატარა რეფორმა, რომელიც ერთ პატარა სეგმენტს შეეხებოდა. არა, ეს არის სამხელისუფლების პოლიტიკის, მიზანმიმართული პოლიტიკის და ყველაზე მავნე გადაწყვეტილებების ერთ-ერთი დიდი სეგმენტი, რომელიც ჩვენ გეოპოლიტიკურ არჩევანსაც უკავშირდება თავიდან ბოლომდე. სინათლეს რო ებრძვის ეს ხელისუფლება ამას კი ვხედავთ, მაგრამ აი ასე ახალი წლის შემდეგ უეცრად ამ წუთას ეს რატო გადაწყდა, როგორ ფიქრობთ? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ მაყურებელს. ესე იგი, საქმე ის არის ნათია, აბსოლუტურად სწორად არის გადაცემა შერჩეული იმისთვის, იმიტომ რომ ეს არის მართლა ჩვენი გეოპოლიტიკის ნაწილი, რაც ახლა ხდება და არა რაღაც კონკრეტული ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევები, პრეცედენტები მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს, როდესაც ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, საფრანგეთში იყო, გერმანიაში იყო, ჩინეთში იყო, ესეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ამას რაღაცა უკან არ ქონია კონტექსტი, ვთქვათ, რაღაცა ეკონომიკურის და ვთქვათ, რაღაცა სხვა მიზნების გარდა. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ასე საჩქაროდ, ასე საგანგებოდ, ახალი წლების შემდეგ და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სულ მალე რამდენიმე თვეში დაიწყება, ანუ ორ თვეში იწყება რეგისტრაცია აბიტურიენტების და ხომ შეიძლებოდა ეს მშვიდად წყნარად განხილულიყო ეს რეფორმა, თუ ეს იყო საგანმანათლებლო სისტემის გასაჯანსაღებლად, ხო? და დისკუსია გამართულიყო ამ მერთან, რა ქვია, მეცნიერებთან, ლექტორებთან, კომპეტენტურ ადამიანებთან, ვთქვათ, განათლების სპეციალისტებთან, ახლა მარტო პროფესორები ამას განათლების სპეციალისტები არსებობენ, რომლებიც ფსიქოლოგებთან, იმიტომ რომ პრაქტიკულად რა ხდებოდა, რომ ორი სხვადასხვა ესეთი აკადემიური კულტურის ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს. წლების განმავლობაში არსებობს და ორივე უნდა რაღაცნაირად თავის იდენტობაზე თქვას უარი. ხო? და ეს იდენტობის გაქრობა, ხო, ძალიან რთული პროცესი არის, გარდა იმისა, რომ იწვევს ადმინისტრაციულ ქაოსს, ეს რაც უნდა მოხდება. გარდა ამისა, რომ იწვევს ეს ადმინისტრაციულ ქაოსს, არის ძალიან მოქმედებს სტუდენტებზეც. და ძალიან მოქმედებს უნივერსიტეტების რეიტინგზე, იმიტომ რომ აი რეიტინგი ლითიფასდება, საერთაშორისო რეიტინგები უნივერსიტეტის, უნდა იყოს უნივერსიტეტი სტაბილური, უნდა იყოს უწყვეტი სწავლების პროცესი, რასაც ეს გაერთიანება აუცილებლად შეაფერხებს და ხელს შეუშლის, იმიტომ რომ გაქრება ესეთი რაღაც უფრო სუსტი და მცირე ფაკულტეტები, დასუსტდება ძლიერი ფაკულტეტები, ნუ ბევრი რაღაცა მოყვება ამას სჭირდება მთელი რიგი გადაცემები, რომ ახსნათ რა მოხდება, რა ქაოსი გამოიწვევს ეს რეფორმა. მაგრამ ეს კიდევ არ არის იმდენად საგანგაშო, შეიძლება ამის მოგვარებაც, ოღონდ წყნარად მშვიდად დისკუსიის ფონზე, ადამიანებთან კომუნიკაციის ფონზე და არა ასე, რომ ერთ მშვენიერ დილას გამოდის ტელეეთერით განათლების მინისტრი და ამბობს, ჩვენ გადავწყვიტეთ. ამ ყველაფერში ყველაზე შემაშფოთებელი ჩემთვის პარტია. ხო, ჩვენ გადავწყვიტეთ. ვინ თქვენ? ახლა აქ ისმის კითხვა, როდესაც თან მრავლობითი რიცხვია, ხო, ჩვენ გადავწყვიტეთ. აი საინტერესოა, ვინ გადაწყვიტა ეს? ისე რომ არც ერთ კვალიფიციურ აკადემიურ საზოგადოების სეგმენტი ამაში არ ჩართულა. ერთი უნივერსიტეტის რექტორმა გუშინ წინ გაიგო, მეორე უნივერსიტეტის რექტორმა გუშინ გაიგო, რექტორებმა, რომლებიც დაახლოებული არიან თავისთავად ცხადია ამ პარტიასთანაც, ხო? ეს გადებს კითხვებს, კეთი, რატომ ეს ორი უნივერსიტეტი დაახლოებულები არიან? ხო, ძალიან დაახლოებულები არიან, ესე იგი, ამასთან ახლა ეს გამოიწვევს შიდა, თქვათ, აი ორი მუზეუმია, იქ ორი გამომცემლობა უნივერსიტეტში, ორი რაღაცა, ხო, ყველა დირექტორები ყავს, ახლა შიდა დაპირისპირება, ბრძოლა იმის მაგათო ენერგია მოხმარდეს სიტყვაზე სწავლების პროცესის გამოჯებას და იქ იქნება სულ დაპირისპირება. მაგრამ ეს არ არის ჩემი აზრით, ახლა შეიძლება კონსპირაციებში შევდივარ მე, მაგრამ მე მგონი რომ არ შევდივარ. ჩემი აზრით ეს არის აი ეს საგანმანათლებლო რეფორმა, რომელსაც აუცილებლად უკან დაიხევენ, აი ვნახავთ სულ ცოტა ხანში, იმიტომ რომ დღეს როდესაც აღშფოთებული მათი მომხრე ლექტორი, ხო, პროფესორა დავინახეთ, ხო, სეგმენტს, რომელიც იყო წყნარად. არა პროტესტებდა და დუმარებს მიადგნდა.
პირიქით რატო იყოს მათ ინტერესი? მათ რო აქებდა. ეს ხო არ იყო რომლებიც დღესაც ამბობდნენ რომ არ უნდა დათო, ხო, ესო რა ხელისუფლებას კი არ უნდა ესო. ესო ესე ხდება უბრალოდ და ჩვენც კი არ უნდა ამ საყვარელ ხელისუფლებას ეს ამბავი დღეს უსმენდი ამა და გამომსვლელებს და საქმეც ის არის რომ ეს რაც ეხა ხდება, ხო, აი ამის რაღაცნაირად გაუქმება ამ ორი უნივერსიტეტის და რომელიც თავისთავად ცხადია რომ ნუ ბევრი ნაკლოვანებებიც აქვს ჩვენს უნივერსიტეტებს და არ არის თქვათ ეს შეიძლება იმ კლასის და იმ დონის უნივერსიტეტები როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ ჩვენ იმის მაგათ რომ ესენი განვავითაროთ ვაუქმებთ ხო პრაქტიკულად საშინელება ჩავდივართ და მე ვფიქრობ რომ ეს ამბავი ეს ამხელა აჟიოტაჟი და ქარიშხალი ჭიქაში გამოწვეულია მთავარი ამბის გადასახარად რომელიც ეხლა ჯერ ვებგვერდზეა გამოკიდებული იმ კანონის სადაც მართლა გეკრძალება უცხოელთან კონტაქტი უცხოელთან ურთიერთობა რომ ყველა ჰონორარის აღება იმისი რა ქვია ვთქვათ საკომპიუტერული პროგრამის უცხოელისგან მიღება და აი ეს არის მთავარი როგორც გახსოვთ როცა დაიწყო რუსული კანონის გვერდით იქვე მთავარი კანონი გადაიფარა ეს იყო ოფშორების კანონი ხო ეს საერთოდ აი სტილი არის ამათი რომ როდესაც რაღაცა ერთ ამბავზე ატყდება დავიტარება იქ უფრო მეორე საშიში ამბავი უნდა ველოდოთ რომ შემოგვაპარებენ ამიტომ აი მეორე ხა ეს კონსპირაცია ხო არ არის მაგათ ვერ გვერდზედებს ეს იგივე კანონი რომელზედაც რატომღაც ისეთი ეხება მთელი აჟიოტაჟი ატეხილია ამ შემთხვევაში საზოგადოებას არ ქონდა ისეთი მწვავე რეაქცია ხო არ აქვს მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ რომ ადამიანები გაბრაზდნენ ხო რატომ ეხლა რატო გაბრაზდა ყველანაირი ესე იგი მოქმედი ქოცებით ყოფილი ქოცებით და ნუ ჩვენც ბუნებრივია რომლებიც და აღშფოთებულები ვართ ჩვენც მაგრამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ვინმე რომ შეხებოდა აი წარმომიდგენია ახლა მე თვითონ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მუშაობ და ამ თავარი სპეციალისტი და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წლების განმავლობაში და მინდა ვთქვა რომ ესე იგი აქაც ახლა გაოგნებულია სულ ყველა რომ რა მხრახთე მაგრამ გაოგნება ჩვენ ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო ამაშია საქმე რომ ეს არის ნაწილი ჩვენი სახელმწიფოს გაუქმების როცა ყველაფერი უქმდება როდესაც გეგმა ეს არის რუსული გეგმა რომ გაუქმდეს ამ ქვეყანაში ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია ხო ეხლა ღომი და ეს ელარჯი არ გაუქმდება ამის ნერვიულობა არ გქონდეს იმიტომ რომ თვითონაც უყვარს რუსს ხო და დანარჩენი რაც არ უყვარს და რაც არ უნდა რომ შენ გქონდეს სულ ყველაფერს გაგვაუქმები და მე მათ შორის უნივერსიტეტის ამბავი მე-19 აი ერთი დეტალი მინდა გავიხსენო ისტორიიდან რომ მე-19 საუკუნეში მამათა და შვილთა დაპირისპირება რა ნიადაგზე მოხდა იმ ნიადაგზე რომ შვილების თაობას უნდა ამ თელგდალეულებს უნდათ უნივერსიტეტის გახსნა და მამათა თაობა ამბობდა რომ არა უთხოვოთო იმპერატორსო ჩვენო კადეტთა კორპუსის გახსნაო მოილაპარაკეს რომ უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო და წავიდნენ და მამათა მაინც კადეტთა კორპუსი თხოვეს და გახსნევდნენ ანუ უნივერსიტეტი იყო ეს საოცნებო ქართველისთვის ინსტიტუცია რომელიც როგორც იქნა წამები ტანჯვით შეიქმნა ავი კარგი ასეთი თუ ისეთი ივანე ჯავახიშვილს სამჯერ გამოაგდეს იმ უნივერსიტეტიდან რომელსაც ახლა ხურავენ სხვათა შორის მის თავისთავად შექმნილი უნივერსიტეტი რა უნდა გაგვიყვებდეს ხო ნათია რა თქმა უნდა ეს არის მძიმე ამბები მაგრამ ნამდვილი ამბები ხო ნამდვილი ამბები აი ეხლა რაც შეეხება ამას პასუხი თუ არ გასცა სტუდენტებმა და პროფესორმა სწავლებლებმა ხო რაღაცა მე უფრო მეტ ემოციას ველოდებოდი მათგან ამათთან მიმართებით თორე მე რო ეს მოხდებოდა იმ თავითვე ვიცოდი იმიტომ რომ ეხლა ნელ-ნელა სწავლა პირველი საგანმანათლებლო სისტემა საბათ მოსვლისთანავე დაარტყეს გახსოვთ ესე იგი ის გაუქმეს ინგლისურის მასწავლებლების პროგრამა გაუქმეს ბენდუქიძის უნივერსიტეტს მოუნდომეს გაუქმება რომელიც ყველაზე თავისუფალი და დამოუკიდებელი და ჯანსაღი ის იყო ადგილი შემდეგ მოაყოლეს ამას უნარების გამოცდება და ასე შემდეგ ხო გაუქმეს ეს ნელ-ნელა ყველაფერი და ხა მივედით აი აქამდე ხა რეფორმა რა არის ეს რეფორმა საქართველოს უნივერსიტეტს და ილიაუნის ესეც არ დავივიწყოთ ხო ილიაუნი ეხლა ყველაზე მთავარი რა მინდა ვთქვა რომ ეს კი ესე არ დამთავრდება ბუნებრივია ეხლა ეს შეიქმნება მონსტრი აი თუ ჩვენ ეს დაუშვით რომ ეს შეიქმნა
მონსტრი, რომელიც დაიწყებს შესრუტვას დანარჩენი უნივერსიტეტებისა, მათ შორის ჟილიოუნისა, მათ შორის იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებისა, რომელიც ფუნქციონირებს, ხა აფხაზეთის უნივერსიტეტს არც ახსენებს ვინმე საერთოდ, ამაში აღარა რთული, სოხუმის უნივერსიტეტი, რომელიც აქ თბილისში ფუნქციონირებს, იმასაც რასაკვირველია, ეს იქნება ერთი დიდი მონსტრი, რომელიც დაიწყებს სხვა აი ესეთი თავისუფალი სივრცეების შეჭმას. იმიტომ რომ ტოტალიტარიზმი არის ძალიან ერთი რა, რატო ერთი წიგნი იქნება, ერთი ფორმა იქნება, ერთი ქალაქი იქნება, იმიტომ რომ ეს არის ტოტალიტარიზმის ფუნდამენტი, ერთი და არა მრავალი და მრავალფეროვნება და ქაოსი ამათ არ უნდა, ამათ უნდა ძალიან მკაცრი დიქტატორული ვერტიკალი, რომლის გარშემოც იქნება ყველაფერი ეს. ქაოსს კიდე გაიგებდი, მრავალფეროვნება. აი ეს ადამიანები, პირადად მე აი ამ ეთერიდან გავაცხადებ, რომ თუ ეს ასე მოხდა, არავითარ შემთხვევაში არ დავრჩები სამუშაოდ იმ უნივერსიტეტში, რომლებიც აი ამ თავისუფლად სივრცეებს ჭამენ იმ უნივერსიტეტში. ერთი დღეც არ გავჩერდები და აი როგორც 90-იან წლებში გადავინაცვლე თავის დროზე უნივერსიტეტიდან იმაში მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში სამუშაოდ, რომ კონტაქტი არ მქონოდა შევარდნაძის მოღალატეობრივ ხელისუფლებასთან, ასევე მოვიქცევი ახლაც. ამ ასაკშიც არ გამიჭირდება ნამდვილად მორალურად შეუძლებელია იმუშაო იმ ინსტიტუციაში, რომელიც მომართულია და მხოლოდ იმისთვის იქნება, რომ სხვები გაანადგურონ. აი ეს არ უნდა დაუშვათ ჩვენ თუ ვართ ადამიანები. არაჩვეულებრივი პოზიცია გაქვთ ხალბატონ ქეთი, უღმესი მადლობა და აი ამ დღეებში აი ამ გულწრფელ ნამდვილ აი ამ პროტესტს და გულის ტკივილს ველოდით ჩვენც და თქვენ რომ ამბობდით რომ ემოცია დამაკლდა, დარწმუნებული ვარ ადამიანებს კიდე აქვთ გასარკვევი და კიდე აღმოჩნდა რომ ბოლომდე ვერაც ცნობიერებენ იმ უმძიმეს საფრთხეს, რომლის წინაშეც ვართ. მართლა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე ვართ უკვე იდენტობის და განათლების უფლებას ართმევენ ადამიანებს და მე-11 კლასი იქნება თუ მე-12, იმიტომ რომ ეს პირდაპირ უკავშირდება ბოლონის პროცესს, რომ მე წახვიდე და ისწავლო საზღვარგარეთ და გააგრძელო სწავლა. აი მეც ახლა 15 წლის შვილის დედა ვარ და უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. ეს არის პრობლემა და ეს არის ამბავი, რომელიც გვეხება ყველას. ერთად რა გადაცემას არ უნდა ვაკეთებდეთ, რა საქმე არ უნდა გქონდეს და რა საკითხებითაც არ უნდა ვიყოთ ამ ქვეყანაში დაკავშირებული ყველას ხავს შვილი, მეგობარი, მეგობრის-შვილი და ასე შემდეგ. უნივერსიტეტი არ არის ხო, პირადმისი უკანა ეზო, ეს ვინმეს უკანა ეზო და ვინმეს პრივატული სივრცე, რომ იქ მიიღოს გადაწყვეტილება, ეს უნივერსიტეტი რამე შეუერთდება თუ არ სახელმწიფო უნივერსიტეტი, როა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს, ვინც არ უნდა იყოს იმ ხელისუფლების სათავეში, აქვს უფლება, რომ თავისი ნებით ისე საზოგადოებასთან დისკუსიის გარეშე ერთი უზარმაზარი მონსტრი უნივერსიტეტი შეუერთოს მეორეს. ეს იქნება დიდი ქაოსის საწინდარი. ოღონდ ამაზე ჯერი არის მე ყველგან ყოველთვის დაუზარელად ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ ეხა ჯერი არის საზოგადოებაზე. თუ საზოგადოება ვართ ჩვენ და ისევე არ გავჩუმდებით, ყველაფერი გაიხსენეთ რით დაიწყო. არაჩვეულებრივი ფილმი აქვს ბენიუელს, ეს არის ვრისხანი ანგელოზი, ასე ქვია. ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდებიან ადამიანები და ამ სივრციდან ვეღარ გადიან. და რა სიტყვიან, მოდი საშინელებები ხდება ამ სივრცეში და მოდი გავიხსენოთ ყველაფერი რით დაიწყო. სანამ ამას არ გავიხსენებთ ჩვენ რით დაიწყო ყველაფერი საქართველოში კი დაიწყო პრეზიდენტის მკვლელობით, გამსახურდიას მკვლელობით, შემდეგ ამას მოყვა მეორე აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში გამოკეტა და აი როდესაც ხმა არავინ არ მოიგო სააკაშვილის დაპატიმრებაზე, იმიტომ არის დღეს რომ ყველაფერს აპატიმრებენ მათ შორის უნივერსიტეტებსთან. ნუ გაგვიკვირდება. გასაგებია, დიახ, ეს არის მართლაც ძალიან რთული და მძიმე ვითარება და პრობლემა, რომელზე გაჩუმებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და საზოგადოებამ ალბათ, რომელიც დაიღალა გვესმის, ბევრი იმედგაცრუება ნახა და რეჟიმი ჩვენს თვალწინ იქცა ძალიან აგრესიულ, რეპრესიულ და სასტიკ. თანდათან ყოველდღიურად უფრო სასტიკი სახე მიიღო ამ რეჟიმმა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რომ კი მესმის რო არის ეს დააღლაც, რაღაცა ერთ გამოფიტვაც, მაგრამ ამის მიუხედავად უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე კონდეს რეაქცია. წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ამის დრო არის. აუცილებლად. დიახ, ზიამაღლობელი სიტყვებით გამახსენდა ამასთან ერთად. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. ქეთი კურდოვანიძეს